საქართველოს იუსტიციის მინისტრის თია წულუკიანის ინიციატივით 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით ახალი ტიპის პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა მათთვის, ვინც არის 16 წლის ან მეტის და არასოდეს არ აუღია ეს დოკუმენტი. თელავის იუსტიციის სახლის მენეჯერის გიორგი ბაბუაშვილის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით ID ბარათების უფასო აქციით დაწესებულებას 1904 პირმა მიმართა. აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში მოქალაქე თავისუფლდება პირადობის მოწმობის საფასურისგან, ფოტოსურათის გადაღებისა და ბანკის მოსაკრებლისგან. დაკარგული ან დაზიანებული მოწმობის ნაცვლად ახალი პირადობა უფასოდ არ გაიცემა. აქცია 20 ივნისს დასრულდება. პირადობის ელექტრონული მოწმობების აქცია, უფასოდ გაცემის აქცია გრძელდება, დაიწყო 20 აპრილიდან და გაგრძელდება 20 ივნისის ჩათვლით. დღეის მდგომარეობით თელავის იუსტიციის სახლის მომსახურებით ისარგებლა აქციის ფარგლებში უკვე 1900 ადამიანმა დაახლოებით. მუშაობთ ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 9-დან 6 საათამდე, შესაბამისად ნებისმიერ იმ ადამიანს, ვისაც არ ქონია აქამდე პირადობის ელექტრონული მოწმობა, შეუძლია მობრძანდეს ისარგებლოს აქციით და მიიღოს უფასოდ.